მეგობრებო, მოგესალმებით საზოგადოებრივი სტუდიიდან. სტუდიიდან, რომელიც შეიქმნა, დაფინანსდა და განხორციელდა თქვენს, ანუ ხალხის მიერ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვის მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის შექმნაში. ანასტასია გეგიას, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და რომელიც პირველი გამოეხმაურა ჩემს იდეას შეგვექმნა მსგავსი სტუდიას. თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მინიმალური თანხა ჩარიცხა ამ სტუდიის შესაქმნელად. ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამოაზრეებს, რომელმაც დაუთმეს ამ სივრცეს განათება, სავარძლები, შტატივი და თვითონ კამერაც კი. ასევე მადლობა ჩემს იმ მეგობრებს, რომლებიც ფიზიკურად მეხმარებოდნენ ამ ყველაფრის შექმნაში და ჩემთან ერთად შრომობდნენ აქ. მეგობრებო, ამ სტუდიის შექმნით ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ერთად შევძელით შეგვექმნა რაღაც ჩვენი საერთო მიზნისთვის. ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად დღეს სწორედ ეს გვაკლია, ერთიანობა ჩვენი საერთო მიზნისთვის. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, გქონდეს ძლიერი, განვითარებული და თავისუფალი ქართული სახელმწიფო. თუმცა ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება ჩვენი ერთიანობის გარეშე. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ახალი ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, ნიჭი, უნარი და ამბიცია იყვნენ ადამიანების, მოქალაქეების წარმომადგენლები ამ ჩვენ საერთო ბრძოლაში, ჩვენი საერთო მიზნისთვის. მე არ ვიცი კონკრეტულად როგორი შეიძლება იყოს ეს ადამიანი, როგორი იდეები, ღირებულებები უნდა ქონდეს, გარეგნობა. ეს იცით მხოლოდ თქვენ, ქართულმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ვიპოვოთ და გაგაცნოთ ბევრი საინტერესო ადამიანი, ვიკამათოთ, ვისაუბროთ და გავმართოთ ერთგვარი შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულს გამოავლენთ თქვენ, ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება. მაშასე გვიყუროთ, გვადევნეთ თვალი და დარწმუნებული ვარ, ჩვენს არხზე ბევრ საინტერესო აზრს, გადაცემასა და რაც თავია ადამიანს იპოვეთ. და ვფიქრობ, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ პირველი ამ თუნდაც მცირე ჩანაწერს თუ მიმართვას ამ სტუდიაში ვაკეთებთ დღეს, 31 მარტს, ამ ისტორიულ დღეს საქართველოსთვის. 34 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გაერთიანება ჩვენი საერთო მიზნისთვის და გაერთიანების შემთხვევაში ვახერხებთ მანამდე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევასაც კი. ძალა ერთობაში. დროებით.